სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დღეს ჩვენთვის მიღმავთათვის განსაკუთრებული ზეიმი მიახსენება წმინდა დიდმოწამე მარინისი. სწორედ ამ დიდი წმინდანის სახელობის ეკლესიით დაიწყო ჩვენ სოფელში მართალი სარწმუნოების აღორძინება. უნებრივია, რომ პირველი დღიდანვე, ვიდრე დღემდე და შემდეგშიც ექნება ბრძოლა მართალ სარწმუნოებას მის მიმდევრებს, როგორც სასულიერო პირებს, ასევე ერის ადამიანებს, რადგანაც ისევე როგორც ღმერთი ფხიზლობს, ასევე ფხიზლობს ეშმაკიც. 1000 ჭორი, 1000 ცილისწამება, მით უფრო დღევანდელ ფონზე თქვენ ადევნებთ ყველა ყურადღებით, თუ როგორი ბრძოლა მიმდინარეობს საერთოდ მთლიანად საქართველოში და არა მარტო საქართველოში ეკლესიის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა არც ღომია გამონაკლისი. ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო სახიფათონი არიან ის ადამიანები, ვინც შენიღბული არიან თითქოს და ეკლესიური ცხოვრების წესით, რომელნიც სარგებლობენ იმ პრივილეგიით, რომ თითქოს აი ეკლესიაში დადიან და ის ადამიანები, ვინც ჯერ არ მოსულან ეკლესიაში, მათ ნათქვამ ამბებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს და ამბობენ, რომ აი ხედავთ თურმე რა ხდება ეკლესიაში. ასეთი რენეგატები ეკლესიას ყოველთვის ყავდა გავხსენოთ ჯერ თუნდაც აი მე-20 საუკუნის დასაწყისი მღვდელი გაპონი, რომელიც ფაქტიურად ხელშემწყობი იყო ეკლესიის დევნისა. ამ დროს სასულიერო პირი იყო. ასეთივე მდგომარეობაში არიან ზოგიერთი სასულიერო პირები და ზოგიერთი ერის ადამიანები, მათ შორის ჩვენს ეკლესიაში მოსიარულე ადამიანებიც. ღმერთმა ყველას უშველოს და სინანული მისცეს. ყველა მათ და ჩვენ განსაკუთრებით ასევე უნდა ვიფიქროთ ჩვენ ცოდვებზე. არა იმაზე, თუ ისინი რას ლაპარაკობენ, არამედ იმაზე, რომ ჩვენ როგორ ცხოვრობთ, როგორია ჩვენი ცხოვრების წესი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ცოდვებს და ვეცადოთ, რომ გამოვსწორდეთ. სწორედ აი ცოდვებისათვის და აღსარებისათვის არის შესანიშნავი სიტყვა წმინდა მამის იოანე კრონშტადტელისა, რომელსაც მე წავიკითხავთ ახლა. ადამიანისათვის, რომელიც ეჩვევა აღსარებისას საკუთარ ცხოვრებაზე ანგარიში აბაროს, არ იქნება ძნელი სიტყვის გება საშინელ სამჟავროზე. სწორედ ამიტომ არის დადგენილი ამ წუთის სოფელში სინანულის ეს მშვიდი სასამართლო. რათა ჩვენ განწმენდილებმა და გამოსულებულებმა ურცხვენელად გავცეთ პასუხი ქრისტეს საშინელ სამჟავროზე. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში არ ვინანიებთ, მით უარესია ჩვენთვის. მით უფრო იხლარდება ცოდვის ბორკილები და ანგარიშის ჩაბარებაც ძნელდება. რაც უფრო უწრაფელია აღსარება, მით უფრო მშვიდად არის ადამიანის სული. ცოდვები ფარული გველებია, რომლებიც ღრღნიან ადამიანის გულს და მთელ მის არსებას. ცოდვები ეკლიანი ბარდებია, რომლებიც აშთობენ და თრგუნავენ სულს. ცოდვები სულიერი წყლდიადია, ადამიანმა აუცილებლად უნდა გამოიყოს სინანულის ნაყოფი. სინანულს ეხმარება ცნობიერება, მეხსიერება, წარმოდგენა, გრძნობა, ნებისყოფა. რა კი მთელი ჩვენი სულიერი ძალებით ვცოდავთ, ამიტომ მთელი სულით უნდა მოვინანიოთ. სინანული მხოლოდ სიტყვებით გამოსწორების განზრახვისა და შემოსრულების გრძნობის გარეშე არის პირფერობა, ფარისევლობა. ცოდვის შეგრძნება დაბინდულია, საჭიროა მისი გამოაშკარავება. გრძნობა დახშულია, მოდუნებულია, საჭიროა მისი გამოღვიძება. ნებისყოფა დაჩლუნგებულია, არ ძალუს ჩვენი გამოსწორება, საჭიროა არის იგი ვაიძულოთ, რამე თუ სასუფეველი ცათა იიძულების. აღსარება უნდა იყოს გულიდან წამოსული, სიღრმისეული და სრული. ღმერთის წყალობის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია დავამარცხოთ
არც ერთი ვნება. ცოდვა მას მუდამ შესთხოვე დახმარება ჩვენს მხსნელს ქრისტეს. იგი იმიტომ მოვიდა ამ ქვეყნად, ევნო მოკვდა და აღდგა, რომ ყველაფერში დაგვეხმაროს, გვიხსნას ცოდვებისა და ვნებებისაგან. განგვწმინდოს, მოგვანიჭოს სული წმინდის მიერი ძალა, კეთილი საქმეების აღსასრულებლად, განგვანათლოს, განგვაძლიეროს და დაგვამშვიდოს. კითხულობ, როგორ ვცხონდე, როცა ყოველ ნაბიჯზე და ყოველ წუთს ვცოდავ. პასუხი მარტივია. ყოველ ნაბიჯზე და ყოველ წუთს მოუხმე მაცხოვარს, გახსოვდეს მხსნელი, მაშინ ცხონდები და სხვებსაც აცხოვნები. ნუ ეძიებ სხვის ცოდვებს და ნუ ეპყრობი ცოდვილებს მტრულად, ნურც გარეგნულად, ნურც შინაგანად. წარმოიდგინე შენი ცოდვები და გულწრფელად მოინანიე. შენი თავი ჩათვალე ყველაზე უღირსად. ცოდვილთათვის სიყვარულით ილოცე. გახსოვდეს, რომ ჩვენ ყველანი მიდრეკილები ვართ ცოდვისაკენ. ამ ქვეყანაზე ყველა ადამიანი დაავადებულია ცოდვის ციებ-ცხელებით, ცოდვის სიბრმავით, შეპყრობილია ცოდვის სიცოფით, ვინაიდან ცოდვის საფუძველი ამპარტავნებასა და სიბოროტეში. ამიტომ ყველა ადამიანს, როგორც ცოდვის ავადმყოფობით დაავადებულს, სიმშვიდით და სიყვარულით უნდა მოვეპყრათ. ეს მეტად მნიშვნელოვანია და ხშირად გვავიწყდება. ჩვენ ძალიან ხშირად სიბოროტეს ვპასუხობთ სიბოროტით, ამპარტავნებას უპირისპირდებით ამპარტავნებით და ჩვენში იზრდება ბოროტება. განკურნების მაგიერად კიდევ უფრო ვსნეულდებით. უფალო შეგვიწყალე და შეიწყალე კაცობრიობა. ღმერთის მიმართ შემოსრული გულით აღიარებული ცოდვები ქრებიან. ამოიოხრე, შეწუხდი, ჩადენილ ცოდვებზე და ისინიც განკარდებიან. აღიარე შენი უსჯულოება და გამართალდები. თუ მიხვდი, რომ ცოდვებში ცხოვრება, ოცნება, სიზმარი და უგუნურებაა და გადაწყვიტე მართებულად იცხოვრო, მაშინ ღმერთიც ცოდვებისაგან გამწმენს თავისი სახურისა და წმინდა საიდუმლოებების საშუალებით. როცა ისურვები საჭიროა პალახის ჩამორეცხვა. ლოცვა განსაკუთრებით ცრემლიანი არის საშუალება სულიერი ჭუჭყის იგივე ცოდვების ჩამოსარეცხად. მეცნიერებათა მეცნიერება დაამარცხო ჩვენში ჩაბუდებული ცოდვა, ანუ ვნებები, რომლებიც ჩვენში მოქმედებენ. მაგალითად, დიდი სიბრძნეა არავისზე გაბრაზდე და არ იფიქრო ცუდი, არამედ აპატიო, მიუხედავად იმისა, თუ რა ბოროტება მოგაყენეს შენ. სიბრძნეა მოიზულო ანგარება, სიტყვოება და გიყვარდეს უპოვარება და უბრალოება, ზომიერება საჭმელ სასმელში. სიბრძნეა არავის ეპირფერებოდე და ყველას უშიშრად სიმართლეს ეუბნებოდე. სიბრძნეა არ იხიბლებოდე ადამიანის გარეგნული სილამაზით, არამედ პატივს სცემდე ყველა ადამიანში ღვთის ხატებას და სილამაზეს. სიბრძნეა გიყვარდეს შენი მტრები და არ იყოს შენში შურისგება, არც სიტყვით, არც აზრით და არც საქმით. სიბრძნეა არ მოიხვეჭო სიმდიდრე, არამედ დაურიგო მოწყალება გლახაკებს და მოიხვეჭო საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა. თავისთავად, ცოდვა ცეცხლია, ამიტომაც ვამბობთ ზოგ ადამიანზე, რომ ანთებულია რისხვით ან ხორციელი სიყვარულით ან შურით. მას სადამე ცოდვა საკუთარ თავში ატარებს ცეცხლოვან სასჯელს. როგორიღა იქნება ეს ცეცხლი მოუნანიებელ ცოდვილებში, როდესაც ღმერთის მადლი სრულად დატოვებს მათ. უეჭველია იქნება ცეცხლოვანი გეენია, ცეცხლოვანი ტბა, ტევრი, ცეცხლოვანი. ყოველივე ეს ჭეშმარიტია, ხოლო ჩვენ უგრძნობელნი სიამტკბილობაში ვატარებ ჩვენს ცხოვრებას. არ გვეშინია ეკლესიის მიმართ გულგრიუნი, არ ვასრულებთ ჩვენს ქრისტიანულ მოვალეობას, ცოდვებში ვიძირებით. რომ უფიქრდებოდე ჩვენ მიერ ჩადენილ ცოდვებისა და კეთილი საქმეების შედეგებს, როგორი ფრთხილნი ვიქნებოდით. მაშინ გავექცეოდით ცოდვას და მოვინდომებდით კეთილი საქმეების კეთებას, რადგანაც მაშინ ნათლად დავინახავდით, რომ
თავის დროზე ამოუძირყვავი და ჩვევაში გადასული ცოდვა ღრმად უშვებს თავის ფესვებს ადამიანის გულში. ხანდახან სიკვდილამდე აცდუნებს, წყლავს და ტანჯავს მას. ხშირად ისვენებს ოდესღაც მის მიერ ჩადენილ ცოდვას, იხსენებს მის მიერ ჩადენილ ცოდვას და ამგვარად ბილწავს აზრს, გრძნობას და სინდის. საჭიროა ცრემლების ნიაღვარი, რათა ჩამოვირეცხოთ ძველი ცოდვის ჭუჭკი. ესოდენ მოუცილებელი და გესლიანი. პირიქით გულწრფელად და უანგაროდ ჩადენილ ყოველი კეთილ საქმით ახარებს ჩვენს გულს და ჩვენს ცხოვრებასაც, სიხარულით აღავსებს. იმის შეგნება, რომ მთლად ფუჭად არ გვივლია. ჩვენი ცოდვებით სავსე ცხოვრება, რომ ადამიანებს ვგავართ და არ ამხეცებს. რომ შექმნილები ვართ ღმერთის ხატად და ჩვენშიც არის ნაფერწყალი საღვთო სიყვარულისა და ნათლისა. რომ ღვთის მიუკვერძუებელი სიმართლის სასწორზე რამოდენიმე კეთილი საქმე მაინც იქნება საპირწონე ჩვენ მიერ ქმნილი ბოროტი საქმეებისა. ის ცოდვა, რომელიც შენი ნების გარეშე ხდება, ცოდვად არ შეგერაცხება. მაგალითად, ლოცვის დროს უნებლიე შებრკოლება, ბილწი და გმობის აზრები, უნებური გულისხრომა, რომელსაც გულმოდგინეთ ვებრძვით, სიძუნწე, რომელიც გვეზიზღება. ყოველივე ეს ბოროტი სულისგანაა. ჩვენი საქმეა მოვითმინოთ, ვილოცოთ, დავდაბლდეთ და ვიყვარდეს. ცოდვა აბრმავებს ადამიანის გულს. ქურდები და მრუშნი აკეთებენ რა თავიანთ ბილწ საქმეს, ფიქრობენ, რომ ღმერთი ვერ ხედავს მათ ვერცლის მოყვარეობას, ორმოცელობას, ლოტობას. ფიქრობენ, რომ ემალებიან უფალს თავის ვნებიან მიდრეკელებებთან ერთად, მაგრამ ღმერთი ხედავს და განიკითხავს. შიშველ ვარ და დავიმალე. ასე ამბობს ყოველი ცოდვილი. თავისი საქმეებით გონია, რომ ყველგან ყოფ ღმერთს ემალება. როგორი ცოდვებითაც უნდა იყო ეშმაკის სასტურებით შეკრული, არაზროს დაკარგო ღმერთის წყალობის იმედი. შეწყალებისათვის ილოცე. მთელი გული და სასუებით აკაკუნე ღმერთის მოწყალების კარზე და განგებება. თავად მე ცოდვილი მღვდელი ვარ, ამის მაგალითი ეშმაკის მოქმედებით როგორ არ შევწოდავ. ხანდახან მაგალითად ზოგჯერ მტრულად მოეპყრობი შენს ძმას, თუნდაც მართალი საქმეებისათვის და მთლიანად მოიშლები. ძმასაც მტრულად განაწყობ და წმინდა საიდუმლოებებსაც უღირსად აღასრულებ. არა ნეფსით შეურაცხყოფით, არამედ მოუმზადებლობით და ეშმაკის ზემოქმედებით, მაგრამ მონანიების შედეგად ყველაფერს პატიობს უფალი, განსაკუთრებით წმინდა საიდუმლოს ღირსეულად ზიარების შემთხვევაში. ქრისტეს სისხლით თოვლივით განსპეტაგდები, შენს გულში ზეციური სამყარო დაივანებს და სიმსუბუქეს იგრძნო მასში. ნეტარი გახდები, დაივიწყებ ყველა წუხილსა და ველვარებას, ეშმაკის მხრიდან შევიწროებას და თითქოს მკვდრეთიდან აღმდგარი სრულიად განახალდები. როგორი ცოდვებიც უნდა გქონდეთ ჩადენილი, იმედს ნუ დაკარგავთ ძმებო, ოღონდაც შემოსული გულით და დამდაბლებული სულით მოინანიეთ დიდება შენს მოწყალებას და მოთმინებას უფალო. ბოროტების ფსკერში ჩავარდნილი ცოდვილი როგორ წარმოიდგენ შენს მრავალრიცხოვან ცოდვებს და სასოთარკვეთილებაში ჩავარდები. გაიხსენე ზეციური მამა, რომელმაც შენი ხსნისათვის ცოდვებისა და მარადიული სასჯელისაგან თავისი მხოლოდ ჩობილი ძე უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოავლინა. მიისწრაფე ამ ჩვენ შუამდგომელთა რწმენით და მთელი გულით შეევედრე, რომ თავისი ყოვლადწმინდა სისხლით, რომელიც ჩვენი გულისათვის ჯვარზე დასთხია, ჩამორეცხოს შენი უსჯულოებანი, ხურვალედ მოინანიე, სინანულით აღიარე შენი ცოდვები მღვდელთან, როგორც თვითუფალთან და გამართლდები. თუ ღვთის მსახური ჩათვლის, რომ მზად ხარ, მიახლე წმინდა ბარძიმს და შენი ცოდვები განიწმინდება. შვიდობა და მკვიდრდება შენში, გახდები ზეციური მამის შვილი, რომელიც მომკვდარ იყო და განცოცხლ და წარწმენდულ იყო და იპოვა.
ღმერთმა მოგწეს ჩვენც განცდა ვისთა ცოდვათა სინანული და ღირსები მიახლება უფალთან და მაცხოვართან ჩვენთან იესო ქრისტესთან ღმერთმა დაგლოცოთ და გაყოფოთ